კვერცხის სუპი. ყველაზე მარტივი, სწრაფი, გემრიელი სუპი. რომელიც ჩვენ შეგვიძლია მოვუზადოთ თუ გვაქვს ერთი კვერცხი, ერთი ხახვი, ერთი სტაფილო, ერთი კარტოფილი, ორი ერთით შეიძლება სიმბოლურად, მაგრამ ორი სუფრის ხოვზე არაჟანი, ცოტა მარილი. დუღარე წყალი გამზადებულია, რომ მაქსიმალურად ავაჩქაროთ ეს პროცესი. ეხლა დავჭერათ წვრილ კუბიკებად კარტოფილი, პატარა კუბიკებად ეს, ოთხკუთხედებად. კარტოფილს დავასხათ წყალი, რომ არ გაშავდეს, სანამ ვამზადებთ ბაზას. წვრილად დავჭერეთ ხახვი. მოვშუშოთ, დავბრაწოთ ხახვი. ოქროს ფრამდე. ოღონდ თავარი არ დაგვეწვას, თორე სუპში ძალიან ულამაზოდ გამოჩნდება. დავასხათ ცოტა ზეთი. ვინაიდან ძალიან ცოტა ინგრედიენტისგან მზადდება ეს სუპი. ცოტა კიდე გავაკეთილ შობილურად და ოდნავ კარაქიც დავუმატოთ. ხახვი დაიბრაცა. ეხლა ავიღოთ ქვავი. გადავწურეთ კარტოფილი წყლისგან, შავდეთ ქვაბში, მოვათავსეთ და ხახვსაც აქვე გადმოვიტანთ. ეხლა ნახევრამდე ავასოთ დუღარე წყლით. სულ რამოდენიმე წუთი დაჭირდება კარტოფილს, რომ მოიხარშოს, რომ დარბილდეს. დაახლოებით 7-10 წუთი დაჭირდება, წვრილად გვაქვს დაჭერილი კარტოფილი, ამიტომ კარტოფილი მოიხარშა. დავამარილოთ გემოვნებით. კვერცხი ავთქვიფოთ. დაახლოებით 30-40 წამი ვაცადოთ. კვერცხთან ერთად მოიხარშოს და ბოლოს არაჟანი. კარგად მოურიოთ. ეგოს თანაბარი. ეგრევე ვიწყებთ მორევას. სად არის? არაჟანთან ერთად სულ რამოდენიმე წამი სჭირდება, რომ არ აიჭრას. თუ არ ჩავთვლით ორცხობილას, სუპი არის ძალიან დიეტური, სუბუქი, საკმაოდ მოღიერი და ძალიან მარტივი. გამოთ.